4 ოქტომბრის საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში 14 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. იკვლევენ პროკურატურის ვიდეო მტკიცებულებებს. ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოაშვილს, ანტონ ვარდიანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩალიჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მამულაძეს ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჩადენილს ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ შორის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ირიბად მაინც, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ ჩაიდინა ის ქმედებები, რასაც ედავებიან. მინდა გითხრათ, რომ ბრალდების მხარის პოზიციით ზურაბ ჭავჭანიძემ ჩაიდინა სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება ხელში ჩაგდების მიზნით და ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. არც ერთი კადრი, არც ერთი მოწმე, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ უზრუნველყოფს იმის დადასტურებას, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ განახორციელეს საერთო და ძალადობრივი ქმედება. აქედანვე უკანონოა ის, რასაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აკეთებს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება შეწყვიტოს წარმოება და თქვას, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ აქვს და შეუძლებელია ტროტუარზე დგომა იყოს სამართალდარღვევა და მინიმუმ გაუგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვა ყველა მოქმედება იქნება უკანონო.